ფორმულა 1-ის პილოტი საშუალო სტატისტიკურ ბავშვს გავს. რამდენიც არ უნდა ელოლიაო და თავზე გადაყვე, ბოლოს მაინც მოგაძაღებს, რომ თავისი მეგობრის სათამაშო მანქანა უფრო ყვითელია ვიდრე მისი. განსხვავებით თქვენი შვილისგან რიკარდო ადამი ლუის ვერ ჩააფარებს. იმედია. ალბათ ხშირად გაგიგიათ ვარჯიშების მიმდინარეობისას რადიოები, სადაც პილოტები აღნიშნავენ, რომ მანქანა საერთოდ არ დადის. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიზნელდება აუხსნა ადამიანს, როგორ არ დადის მანქანა, როცა რეალურად 320-ით დადის. პილოტები ამ შემთხვევაში აღნიშნავენ პარამეტრების გაუმართავობას, რაც ვარჯიშების განმავლობაში სრულიად ნორმალურია. ზუსტად ამისთვის ეძლეოთ გუნდებს 3 საათიანი სესია, რომ კვალიფიკაციაზე მათი ტექნიკის საუკეთესო ვერსია წარადგინონ. პარამეტრებში კი იგულისხმება სხვადასხვა დახრის და კონფიგურაციის აეროდინამიური დეტალები, დაკიდების სისტემის სიხისტე, თვლებზე მუხრუჭების ბალანსი, საბურავების დახარი და ასე შემდეგ. ამ თითოეულ დეტალს უამრავი პოზიცია გააჩნია. ინჟინერები კი გულისყურით უსმენენ პილოტს, რომლის უკავშირის შედეგადაც ცვლილებები შეაქვთ პარამეტრებში. ასე მაგალითად, მე არ მახსენდება Silverstone-ის ვარჯიშის პირველი სესია, სადაც ერთი პილოტი მაინც თავის ბოლიც ყინულზე მიმავალ ძროხას არ ატარებს. ამის გაგონებისთანავე ინჟინერები ხვდებიან, რომ საქმე ანდერშტირთან, ანუ არასაკმარის მოხუადობასთან აქვთ. მოსაყვარებლად კი წინასაბურავებზე მოჭიდების მომატებაა საჭირო. ამისათვის წინაფრთის დახრის კუთხეს ცოტათი ზრდიან, რის ხარჯზეც ბოლოს ფრონტალურ პროექციაში მეტი ჰაერი დააწვევა და მოჭიდება მოიმატებს. ასევე ცოტათი შერბილდება დაკიდების სისტემა, რის დახმარებითაც საბურავის უფრო დიდი ფართობი იქნება ტრასის საფართან მოდებაში. ამასთან ერთად შესაძლოა მუხრუჭების გადანაწილება 1-2%-ით წინათვლებზე გაზარდონ მეტი მანევრისთვის. ხოლო თუ ამ ყველაფერს იუველირული სიზუსტით არ გააკეთებენ, მრბოლელის შემდეგ რადიოში გინებასთან ერთად პრეტენზიაც იქნება, რომ ამჯერად სწორმონაკვეთებზეა ნელი მანქანა. ბოლელის ტრასასთან მორგება ძალიან გავს TikTok-ის Get Ready With Me ვიდეოებს. ერთი შეხედვით ეს ხალხი იგივე ტანსაცმელს იცვამს კვირის განმავლობაში, მაგრამ თუ დააკვირდებით, მივხვდებით, რომ გუშინ პერანგი კაბაში იყო ჩატანიებული, ხოლო დღეს შორტზეა გადმოჩაჩული. ასეა ფორმულა 1-იც. გაქვს ტექნიკა, რომელსაც განსხვავებულად ამზადებ. ამის გამომწვევი მიზეზი კი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. დაწყებული ტრასის კონფიგურაციით, დამთავრებული ქარით. ბოლიც უმთავრესად ორი მდგომარეობა აქვს. ან დამწოძალაზე გათვლილი, რომლითაც მოსახვეებს უკეთესად გაივლის, ან რაც შეიძლება წინაღობის შემცირებაზე ორიენტირებული. რასაკვირველია, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მანქანა, რომელიც დადის მონცაზე, ვერ ივლის უნგრეთში. ხოლო საქმე უფრო რთული მაშინ ხდება, როცა საბოლოო ტრეკზე სწორი მონაკვეთები და მოსახვეები ერთადაა თავმოყრილი. ამ შემთხვევაში პილოტი და გუნდი კომპრომისზე მიდის. ტრასის რომელ მონაკვეთში უნდა იყვნენ სწრაფები. შეთქმულების თეორიის მოყვარულებს გეტყვით, რომ ყველა ავტომობილი სიმულაციაში და მატრიცაში ცხოვრობს. სწორედ სიმულატორებში იტესტება პარამეტრები, რის მიხედვითაც ვარჯიშზე გადიან პილოტები. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა სიმულატორზე მანქანა დაფრინავს, ხოლო რეალურ პირობებში საერთოდ უმართავია. კი, დიდი ალბათობით 2023 წელს, როცა მიკ შუმახერი სიმულატორზე ღამეების სცენების შემდეგ პარამეტრებს ალაგებდა, რასელი მეორე დღეს თავის ბრიტანული აქცენტით ძუძუებს ზემოთ წასვლისკენ მოუწოდებდა. აქვე ჩემი ინგლისურის მასწავლებლის მიმართავ, რომელიც მტკიცებდა, რომ ამ ფრაზალებს ვერასდროს ვერაფერში გამოვიყენებდი. რა შეიძლება მოიტანოს არასწორად დაყენებულმა პარამეტრებმა? ყველაფერი. დაწყებული ცუდი შედეგი დამთავრებული ისეთი ავარიით, რითაც გუნდი 10 მილიონს იზარალებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ინჟინერმა საბურავი 9 გრადუსით ზედმეტად გადახარა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რატომ ურჩევნიათ ბიუჯეტ შეზღუდულ გუნდებს გამოცდილი პილოტების დუეტი. მეტი შემომავალი ინფორმაცია და ნაკლები ზიანი. თქვენ ეს ყველაფერი მარტივად გაიგეთ ჩემგან. ხოლო 2021 წელს ჰაასმა ამის გამო დაახლოებით 10 მილიონამდე იზარალა. დღევანდელი ვიდეოს შემდეგ, თუ თქვენი საყვარელი პილოტი კვალიფიკაციას მე-18 ადგილზე დაასრულებს, უკვე იტყვით, რომ პარამეტრები იყო არასწორად გასწორებული. ან ქარი უბერავდა ცუდად. ან რაღაცა იყო რაღაცის ეტლში.